ლანდშაფტის დიზაინი, როგორ შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე. ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები და ჩვენი მაყურებელი ხედავს რა სილამაზეა სტუდიაში. მართალია გარეთ შემოდგომის ამინდია, ჩვენთან სტუდიაში კი გაზაფხულია. რაც შეეხება საუბრის თემას, თუ როგორ გავაკეთოთ გაზაფხულის გვირგვინები, კეთი ჯანხოთელი, ფლორისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, შვილებთან, ნატუ კადაელენე მურჯიკნელებთან ერთად გვეწვია და საინტერესო მასტერკლასი გველოდება. ალბათ ყველა ქალბატონს უყვარს გაზაფხულის ყვავილებისგან აწყობილი გვირგვინი და განსაკუთრებით სასიამოვნო ალბათ ჩვენი ხელით რომ გავაკეთებთ ამას. მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით. გაგვილამაზეთ დილა, გაგვილამაზეთ სტუდია და კეთი ვფიქრობ, საუბარი დავიწყოთ ზოგადად გვირგვინების ისტორიით. და შემდეგ უკვე მასტერკლასი ელოდება ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, დადგა მაისის თვე, ვარდობის თვე და აქტუალური ხდება სხვადასხვა ფერის ყვავილები ზოგადად ყველაფერი ყვავილობს ახლა და გვირგვინის თემა როგორც თქვით უკვე ეს არის ძალიან ძირძველი ტრადიცია და სათავეს იღებს ანტიკური საბერძნეთიდან რომ გადავავლოთ თვალი თავდაპირველად გვირგვინის პირველად იყო დაფნის გვირგვინი, მუხის ფოთლებისგან დამზადებული გვირგვინი და ეს იყო როგორც ჯილდო გამოკვეთილად ესე გამარჯვებებისთვის საჯილდოვებდნენ ასევე ვინმე სიცოცხლეს თუ გადაარჩენდა ადამიანი რომის მოქალაქის სიცოცხლეს თუ გადაარჩენდა ამ შემთხვევაში აჯილდოვებდნენ მას ესეთი გვირგვინებით. შემდეგ უკვე მეტალი გამოიგონეს რაღაცნაირად განვითარდა ყველაფერი და გვირგვინები ჩაანაცვლო მეტალის გვირგვინებმა და უკვე ჩაეყარა საფუძველი სამეფო გვირგვინებს და სხვადასხვა ატრიბუტიკას. დღესდღეობით გვირგვინები ფართოდ გამოიყენება ფლორისტიკაში, განსაკუთრებით საქორწილო ფლორისტიკაში, სხვადასხვა ტიარების და ხელოვნური გვირგვინების სახით და ცოტა სტილისტიკასაც რო შევეხოთ ამ შემთხვევაში გვირგვინები დამახასიათებელია რომანტიკული სტილის ფლორისტიკაში და ასევე როგორც ვინტაჟში, ასევე ბოჰემიური სტილის ფლორისტიკაში. ბოჰემიური სტილი უფრო დიდი ზომის ყვავილებით გამოირჩევა, ესე გვირგვინებზე უკეთია დიდი ზომის ყვავილები და უფრო ეფექტური შესახედია. დღესასწაულებს ძალიან უხდება გვირგვინები და ერთს დავამატებდი, უბრალოდ არ არის მაინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ მოსახერხებელი, თორე პირადად მე გაზაფხულზე ზაფხულშიც გვირგვინით ვივლიდი. იმდენად მით უმეტესად ძალიან გიხდება და ყოველს ამ შემთხვევაში და კეთი თქვენ რატომ ხართ გვირგვინის გარეშე? აქ ულამაზესი გვირგვინები. მოდი ჩემთვის ახლა დავამწადოთ მაშინ. კი ბატონო, და რა მაინტერესებს ეს პატარა გვირგვინები ბავშვების მომზადებული ხო არ არის? ერთად ვამზადებდით, აი ზუსტად ეგ არის ვინტაჟური სტილი. უფრო ნაზი, უფრო მინიმალისტური რად არის გამოყენებული მასში ყვავილები. ის ბოჰემიური სტილი, რომელიც ვახსენე, მასში დიდი, უხვად არის ყვავილები. აი საშუალო? ეგ არის რომანტიული სტილი, თანაბრად გადანაწილებული და მოკლედ აი ესეთი სხვადასხვა მიმართულებები აქვს. ეხლა თვითონ ტექნოლოგიას, ტექნიკას რომ შევეხოთ, დაგჭირდება ამისთვის სხვადასხვანაირად მზადდება. ცოტათი რომ გადავალოთ თვალი, ესე იგი შეიძლება გაკეთდეს როგორც ამ პერიოდში მით უმეტეს, როგორც მინდვრის ყვავილებით, კარკასის გარეშე, ანუ თვითონ მინდვრის ყვავილის ღერო არის ელასტიური და ერთმანეთზე გადაწვნის საშუალებით ვღებულობთ გვირგვინს და შემდეგ ხდება მისი რაღაცნაირად შეკვრა და თავზე მორგება. ჩვენ დღეს გავაკეთებთ ხელოვნურ კარკასზე მორგებულ გვირგვინს და ამისთვის გამოვიყენებთ მყარი მავთული მაქვს საქმე, ესეთი მყარი, დაახლოებით ისეთი რომ თავზე მორგებისას არ გკენდეს თავს. გოგონები დაგეხმარებიან. გოგონები დამეხმარებიან, დიახ. აქვე ერთი კითხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ასე მიმაჩნია, რომ ხელოვნური ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს ის უპირატესობა აქვს, რომ ანუ სამუდამოდ შეიძლება გქონდეს, კი ბატონო, და ნებისმიერ დროს როცა დაგჭირდება, ხო გამოვიყენთ, არ ჭკნება. მინდვრის ყვავილების გვირგვინი ულამაზესია, თან გვირილების გვირგვინი ძალიან მომწონს, მაგრამ ჭკნება.
იქნება. დაახლოებით 1 საათიდან 2 საათამდე არის მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამ პერიოდში მეც ძალიან მიყვარს. ის რომ ხელოვნურს ვამზადებ არ ნიშნავს იმას, რომ იმას უგულებელყო. არა, ნამდვილად ძალიან ლამაზია. სადმე რო ხარ გასული და უცებ შეგხვდება მინდვრის ყვავილი, რაღაცნაირად შეგიძლია რომ გაილამაზო იქ ყოფნის პერიოდი. თუმცა, აი ესე სადემონსტრაციო და რაღაცა სადმე გასასეირნებლად წასასვლელად და ვიცი ჩვენ თბილისობაზე 26 მაისი მოდის და აი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც აი დიდი თავშეყრის ადგილებში ყველა გვირგვინებით იმშვენებს თავს და ასე დადიან საათობით გრძელდება ეს ყველაფერი. და ამ შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელი ხელოვნური ყვავილებისგან დამზადებული და დავიწყოთ, ხო? ეხლა მე რაც გამოვიყენებ, ეს იგი მავთული უკვე გითხარით, ეს არის მყარი მავთული, რომელიც უშუალოდ მე აქ წამოღებული მაქვს, ესე იგი მოდელის თავი, რომელსაც ესე ვაჩვენებ და ზომის ასაღებად გამოვიყენებ. აი ეს უშუალოდ თავზე ედება და შემდეგ დამხმარე მავთულები, ეს არის უფრო შედარებით რბილი ფაქტურის მავთული, შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი ძაფი, ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩი, ან სპეციალური ტეიპირებული ლენტი. ეს არის გასანთლული ლენტი, რომელიც ყვავილს, იმ შემთხვევაში თუ ცოცხალ ყვავილზე მუშაობთ, ამ შემთხვევაში უხანგრძლივებს აი ამ სიცოცხლეს იკავებს ტენს. ეხლა მე დავიწყებ უკვე. მოდი უკვე დამიკავე ეს მოდელი. აქეთი აწყობთ რომანტიული სახის გვირგვინს, ხო? დიახ, ეხლა რომანტიკული სტილის გვირგვინს ვაწყობ. პირველ რიგში დაგჭირდება თავის ქალაზე ზომა ავიღოთ. ეს იქნება დაახლოებით აი შუბლის ზემოთა ნაწილიდან უკან რო შეიკრას ესეთი ნაწილი. აი ზედმეტი რაც იქნება, ხა ეს ნაწილი ჩვენთან ზედმეტია, ამას მოვაჭრი, გავითვალისწინებ, რომ უნდა გაუკეთდეს მარყუჟები, დაახლოებით 1 სანტიმეტრს ნამეტს დაუტოვებ და მარყუჟებს გაუკეთებ. აი ასე. გოგონებმაც რომ გითხრან ამასობაში, თქვენ ხშირად გსტუმრობთ და დამოუკიდებლად აკეთებთ ხოლმე სხვადასხვა სახის კომპოზიციას. ამ შემთხვევაში დედას ეხმარებით. იქიდან გამომდინარე, რომ როგორ ფიქრობთ, რთულია გვირგვინის გაკეთება? რა თქმა უნდა, მშობელთან ერთად გაცილებით უფრო ადვილია, მაგრამ მარტოკა აი უფრო საინტერესო ხდება, რადგანაც თითოეული გვირგვინი უნიკალური ხდება. კი ბატონო და აბა ნატუკა რას გვეტყვის? ელენიკო უკაცრავად ნატუკა თქვენ ხართ ელენიკო. შემოგწეს მარტოკას კეთება გვირგვინების. როდესაც იგივე რაც ნატას თქვა, ოღონდ როდესაც მშობელთან ერთად აკეთება უფრო თან ეხმარები, ისიც გეხმარება და მე როდესაც შენ მარტო გაკეთებ, კი არის რთული, მაგრამ საინტერესო გამოდის უფრო. გაგიკეთებია მარტო გვირგვინი? არა. მე მგონი უკვე მოვიდათ რა, ხო? ერთად გააკეთოთ. ნახეთ ახლა მე რა გავაკეთე, მარყუჟები ბოლოს როგორც გითხარით, გადავკეცე, აი ამ ნაწილებში გადავკეცე თავი და დავამაგრე ამ ტეიპირებული ლენტით, რომ თმაში არ გამოედოს და არ დაგვიზიანოს ვერცხნილობა. შემდეგ უკვე იწყება, მოდი ყვავილებზეც თქვათ, ერთი ორი სიტყვა. თვითონ ყვავილები, რა თქმა უნდა, ეს არის აქსესუარი, ფერში წინასწარ ვიცით, რომ რაღაცა ფერის ტანსაცმელთან უნდა შევახამოთ და ამიტომ ვითვალისწინებთ ფერს. ვიყენებთ როგორც ყვავილს, ასევე ფოლიაჟს, ანუ პატარა წვრილი ზომის ფოთლებს და მორიგეობით ვამაგრებთ აი ამ კარკაცზე. ამ შემთხვევაში მე გამოყენებული მაქვს ჰორტენზიას, თისფერი ჰორტენზიას ყვავილი. ეს თითო ჰორტენზია, აი ესეთი დიდი ყვავილი არის, რომელსაც ულამაზესია. უფრო დიდი ზომებით შეიძლება იყოს აი აქაც გამოყენებულია, მაგრამ შესაძლოა ამ ხელას ხომ არ გამოვიყენებთ, ამიტომ ძალიან მარტივად ელენიკო დამეხმარება და პატარ-პატარა სეგმენტებად დავყოფთ ამ დიდ ყვავილს, რომელსაც მე თან მიმდევრობით დავამაგრებთ. თუმცა ბოჰემური სტილის გვირგვინისთვის შეიძლება დიდი ჰორტენზია გამოვიყენოთ. შეიძლება, ოღონდ ნახეთ, თავარია რომ ოპტიკურ წონასთან ერთად ფიზიკური წონა გავითვალისწინოთ და გვირგვინი თავზე არ გადაყირავდეს და ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ თავიდანვე. ნახეთ და გემოვნების საკითხიც არის, ხო, ეხლა რაც შეეხება ფერთა შეხამებას. ნახეთ, პირველ რიგში ესე დავიწყებ. ჯერ დავიტან ყვავილებს მივამაგრებ თელს სიგრძეზე, ბოლოს მუხრით ისევ მოვარგებთ თავის ფორმაზე და ბოლოს გავუკეთებთ ლენტს სამაგრად. ამ შემთხვევაში დავიწყოთ, მე გამოვიყენებ
ფლორისტულ მავთულს როგორც აღნიშნებ თქვენ მაყურებელს შეუძლია რაღაცა სხვა ტიპის სამაგრებიც გამოიყენოს და ძალიან მარტივად თუმცა ალბათ ეს მავთული ყველაზე პრაქტიკულია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია იმიტომ რომ ძალიან მარტივია ჩამაგრებისას ამავე მავთულით შესაძლებელია შემდეგ ლენტით თუ არა აი ამ მავთულითვე ჩავამაგროთ ნახეთ პირველი უკვე ჩამაგრებულია დამოუკიდებლად ჩემი დახმარების გარეშე არის უკვე მავთულზე მიმაგრებული და შემდეგ უკვე მოდის აი ესეთი მწვანე ფოთოლი დიახ თუ მაგალითად მაყურებელი აკეთებს ამას ჩვენთან ერთად გაიმეორებს ძალიან გაგვიხარდება ხო და მოდი რჩევა მივცეთ რა სახის ცოცხალი მასალა შეუძლია გამოიყენოს ეხლა მაისის თვე მოვიდა უკვე და 1000-ნაირი ღიღილოები და სხვადასხვა ყვავილები წამოვა ხო ამასთან ერთად საჭირო იქნება და ეს საკმაოდ პატარა ზომის და მსუბუქებია ეს ყვავილები ამიტომ მწვანე მასალაც ყვავილს შეიძლება შეგულიოთ რა თქმა უნდა შეუძლია შეგულიოთ მე იმ შემთხვევაში ვამბობ, როდესაც ხელოვნურით არ ვაკეთებთ და ვთქვათ იმასთან ერთად რომელი მწვანე მასალა გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ საჭიროა რომ რაღაცნაირად შევახამოთ, ზომაში არ იყოს, ვთქვათ, რაღაცა ცდომილება. შეიძლება წვრილ ფოთოლა ევონიმუსები გამოიყენონ ამ მწვანე მასალის ნაცვლად. ან ბზა, თუმცა ბზა მაინც დამენანებოდა. თუმცა, როდესაც ბზა იკრიჭება, რჩება ხოლმე ეს პატარ-პატარა ნარჩენები და ისიც რომ არ გადავყაროთ და ოპტიმალურად გამოვიყენოთ, ეს პატივისცემა იქნება. ნამდვილად. გამოვიყენოთ ეს პატარ-პატარა. ეს მაინტერესებს, რაც შეეხება ეხლა ცისფერ ტონს, ანუ ბოლომდე გაყვებით და მერე მოხდება სხვა ფერის ჩამაგრება ყვავილების. არა, ამ შემთხვევაში მე ცისფერს ვაკეთებ, თუმცა ანუ სუცისფერს. გვაქვს ასევე სხვადასხვა ფერის ყვავილები, ხო? ასევე წინწკალა, ძალიან ლამაზი და ეფექტურია. აი ესეთი წინწკალებია, რომელიც შეგვიძლია შევაჭრათ და ესეც ჩავხსნათ. ცისფერს ყვითელიც მოუხდება. კი, კონტრასტულ ფერს შეძეს და ნახეთ აი როგორ იხდეს, ძალიან ნაზია. კი. გამოკვეთს აი ამ დანარჩენი ფოთლების და ყვავილების ფაქტურას. მე მგონი წინწკალა ყველაფერს უხდება და ყველა გვირგვინში გამოსაყენებელი. სხვათა შორის შესაძლებელია მისი შეღებაც, ისევე როგორც სხვადასხვა ყვავილები შეიძლება შეიღებოს. არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ოღონდ ალერგიული ფონი არ უნდა ქონდეს ადამიანს და დიდი რაოდენობით საღებავი არ უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ფლორისტიკაში ეს ერთ-ერთი ნაცადი და ესეთი აპრობირებული მეთოდია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ნახეთ, აი უკვე საკმაოდ დიდი მენძილი მოიცვა. დიახ. ყვავილებმა ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ ნაწილში, სადაც აი წინა მხარეს მოდის ეს შუბლის მხარეს მიუახლოვდებით, შეგვიძლია აი აქ უფრო დეკორატიული გავაკეთოთ. დეკორატიულად დავტვირთოთ ეს ელემენტებით, ეს გვირგვინი და კიდევ ერთი რაღაც. უკანა ნაწილში უფრო თხელი უნდა იყოს. ნაზი. და წინა ნაწილში უფრო დატვირთული. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გააკეთდეს, უნდა გავითვალისწინოთ ამისი ეს კეთების დროს და შესაბამისად დავტვირთოთ მასალებით. კეთი, ამასობაში საინტერესოა, როდესაც გვირგვინების ისტორიაზე ვსაუბრობთ, საბერძნეთში იდებს, ხო, სათავეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაიდო სათავე და შემდეგ უკვე ყვავილები ჩაანაცვლა, თუმცა რაც შეეხება სამეფო და სადედოფლო გვირგვინებს, რა თქმა უნდა, მეტალისგან კეთდებოდა. და გვირგვინების გაკეთების ტრადიცია არ დაიკარგა, ხო? გადის საუკუნეები და ისევ აქტუალური რჩება. აქტუალურია ყველა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით, ხო, რომელ ქვეყანაში აკეთებენ აქცენტს გვირგვინებზე და უფრო ხშირად სად გამოიყენება? უკრაინას აქვს ასეთი ტრადიცია, რომ პატარძლებს აუცილებლად ასეთი გვირგვინები აქვთ და ასევე ეს არის პოლონეთში მიღებული. სხვადასხვა რიტუალური დატვირთვა აქვს იმ ქვეყნებში. ჩვენთან თუ მხოლოდ და მხოლოდ აქსესუარია და რაღაცა ესეთი გასაფრენჭი აქვს მაინც რიტუალური დატვირთვა აქვს და ამის გარეშე ტრადიციული ქორწილი არ ჩაივლის. რაღაცა მკითხაობებიც არის დაკავშირებული, ჩაუშვებენ წყალში. კი, ზოგადად ხო გვირგვინი ალცჰაიმერთან ასოცირდება. დიახ. და რაღაცა რიტუალებთანაც არის მათთვის დაკავშირებული. ნახეთ, აი საკმაოდ დიდი მანძილი
ცოტა დაგვრჩა უკვე მთელი გვირგვინით იყვის ავითვისეთ კიდევ ერთხელ ტექნიკაზე რო გავამახვილოთ ყურადღება გარშემო აი ამ კარკას გარშემო ვახვევთ აი ამ ყვავილების მზადა არის ფეროებს დიახ და ბოლოს გავაკეთებთ რა თქმა უნდა ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს თუ არის წყაროები საქართველოში როდის გამოჩნდა პირველად ყვავილების გვირგვინი თუ გვაქვს ინფორმაცია საქართველოში გამოჩნდა უკვე უფრო თანამედროვეობისას აი ამ დიდი თავშეკრულებების დროს, როდესაც რაღაცნაირად ჩვენც მოგვინდა რომ ესეთი ლამაზ-ლამაზი გვირგვინები ქონოდა. თუმცა ჩვენს კინემატოგრაფიაში არის, ბევრად უფრო ადრეც არის, კუკარაჩაში არის ხო, გვირგვინის თემა ძალიან ლამაზად და ესეთი კარგი და სამახსოვრო კადრია. კი ბატონო. მოდი ახლა ბოლო მომენტია, რაზეც მინდა გავამახვილო. გვირგვინი მზად არის და ძალიან გვირგვინი უკვე მზად არის ცირე დროში. ახლა ბოლო ფრაგმენტი, რაც აქ უკვე მარყუჟია და ბოლო ფრაგმენტი რომ შევავსოთ კარგად და თმაზეც ლამაზად ჩანდეს. ახლა თუ აქამდე აი ესეთი მიმართულებით ვალაგებდი გვირგვინას, ბოლო ფრაგმენტს დავდებ უკუღმა. ახლა პირიქით. აქამდე ესე იყო, ახლა ასე შევატრიალებ, რომ კუდი აი ამ გვირგვინის ბოლო ნაწილი ჩაიფაროს თვითონ ყვავილებით ვერ. აი ასე. და ახლა ის რა დამრჩენია, რომ ჩავამაგრო ულამაზესი გვირგვინი მზად არის. და ჩავამაგრო და 10 წუთიც არ დაჭირს და კი, საკმაოდ ესეთი სწრაფად შეიძლება გაკეთდა ეს. აი ნახეთ ესეთი. ეხლა რა თქმა უნდა, აი მოვარგოთ მანეკენს თავზე, აი ასე. ეხლა რა თქმა უნდა, ამას დამოუკიდებლად აბადოყი არ არის ეს, რომ დამოუკიდებლად შემაგრდეს, ხო? ამ შემთხვევაში საჭიროა რაღაცით შეერთდეს უკანა მხარეს და აბადოკის სახეს ვერ მივცემთ, არის ამის ამ შემთხვევაში თვითონ აბადოქს გამოვიყენებთ კარგად. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩვეულებრივ ლენტს ასეთი ლენტი გვაქვს და მარყუჟებში, რომელიც თავიდანვე გავაკეთეთ, ნახეთ ნინო, აი მარყუჟები ახ გამოგვადგება. მარყუჟებში გავაძვრენთ ერთშიც, მეორეშიც და ვკრავთ. თვითონ ეს ლენტი ორივე ორ ფუნქციას შეასრულებს. ერთი ის რომ შეკრავს, მეორე ის რომ უკან გაიბანტება ლამაზად. ლამაზია ძალიან. დიახ. ლამაზ გამო. ლამაზად შეიკრება. რა თქმა უნდა, ლენტი სასურველია რომ იყოს ფერში გათვალისწინებული გვირგვინთან, თუმცა შეიძლება ჩემ შემთხვევაში ნეიტრალური ფერი მოგაღებული და ყურადღებას არ მიიქცევს. მაინტერესებს აი ბავშვები, რამდენად ხშირად გამოიყენებთ გვირგვინებს? ყოფილ ხარ სადმე გვირგვინებით? დიახ, პირველი არის თბილისობა და 26 მაისი. აი ნახეთ, ჩვენი ლენტი გვირგვინი დასრულებულია. ლენტების დამატება შეიძლება კიდევ უკან ჩაემატოს და რაღაცა ამათაც და განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ და დავტვირთოთ ლენტებით, აი ბავშვებით. ფიქრობ დაბადების დღესაც ძალიან ლამაზი იქნება გვირგვინი. კი, სხვადასხვა ნათლობის გაზაფხულზე ვინც არის დაბადებული ზაფხულში. ნათლობაში იყენებენ ხოლმე და ასე შემდეგ. თვითონ ყვავილებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მნიშვნელობები აქვს ყვავილების ენა ვიცით, ხო? და იქიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცა შინაარსობრივი სიმბოლური დატვირთვაც კონდეს. სიმბოლური დატვირთვაც ჩავდოთ შიგნით. მაგალითად, არის ესეთი მირტი, რომელიც ქორწილის დროს გამოიყენება და თეთრი ყვავილები რაღაცა უბიწოების სიწმინდის სიმბოლოა და შეიძლება ქორწილში ამიტომ გამოვიყენოთ ან ნათლობაში. აი ესეთი გვირგვინი შევქმნით. თქვენს შენიშვნას აი ახლა მე გამოვასწორებ ძალიან გიხდებათ. აი ესე. აი ესეთი გვირგვინი გამოგვივიდა. კითი და რა მაინტერესებს? თამად დამკვეთი რამდენად დაინტერესებულია გვირგვინები და რამდენად ხშირად გიწევთ თქვენ გვირგვინებზე მუშაობა? ან ზოგადად თუ ფლობთ იცით რა, ქორწილების დროს, როდესაც აი ჩემს ჩამოთვლილი გვირგვი, ესე იგი სტილისტიკის მიხედვით ხდება საქორწილო ფლორისტიკის განსაზღვრა.
ამ შემთხვევაში არის ხოლმე შეთავაზებაში, მე მაქვს მაგალითად საქორწილო თაიგულები თავისივე გვირგვინებთან ერთად, თავისივე ბუტონიერთან ერთად და ესენი ყველაფერი ერთი მასალით, ერთგვაროვანი მასალებით არის შექმნილი და ძალიან უხდება ამ ყველაფერს. იცით რა, არის ხოლმე აი ბევრნაირი ქორწილია, ხო? არის ციფრებზე ორიენტირებული ქორწილები, მაგრამ ბოლო დროს არის ტენდენცია შეამჩნევდით, რომ უფრო დიდი აქცენტის გაკეთება ხდება ფოტოების გადაღებაზე, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია ღია სივრცეში სადღაც გადიან ბუნებაში, ღირსშესანიშნავ ადგილზე და სულ არ არის საჭირო რაღაცა სტუმრების გამასპინძლება, მთავარია ყველამ რაღაცა სტილისტიკურად ერთად მოიყაროს თავი და პატარძალი რაღაცა ლამაზი გვირგვინით, ლამაზი თაიგულით არის წარმოდგენილი და სტუმრებსაც პატარ-პატარა აი ამ სტილისტიკაში განსაზღვრული ელემენტები აქვთ. აი ესეთი დატვირთვის შეკვეთები მქონია, ახლა მეუბნებით რომ რაზე არის მოთხოვნა. არის ამაზე გარკვეული მიმართულებები უკვე განსაზღვრული, რომ აქცენტი კეთდება მაგალითად აი ამ გაფორმებაზე. და ზოგადად სასაჩუქროთ მე მგონი ძალიან კარგია, ხო? სასაჩუქროთ ალბათ გაუხარდება, რატომაც არა. ხო, შეიძლება ძალიან აქტუალურია, კიდევ ბაღებში, ბავშვების ზეიმებზე ხდება ხოლმე მორთვა ბავშვების სხვადასხვა პერსონაჟი ყვავილები არიან და აი იქ არის კიდევ გამოსაყენებელი და ძალიან ისეთი აქტუალური თემა. ნუ ფაქტია, რომ გაზაფხულის გვირგვინს ყოველთვის მოა გაზაფხულის ყვავილების გვირგვინს სიხარული რაღაც სხვა განწყობა, ანუ განწყობის თემაც ადამიანი რაც არ უნდა ცუთხასიათზე იყოს, მე მგონი გვირგვინს რომ გაიქეთებს უკვე სხვანაირად გამოიყურება და სხვა განწყობაზე. აი ჩვენოთ უცებ, მე მგონი გვაქვს დრო და აი მაგალითად ელენიკოს ახლოს მოდი ჩემთან გაიხედე, აი მაგალითად როგორ გარდაიქმნება ერთი აი ჩვეულებრივი ერთგვაროვანი მასალებისგან, აი ჩაუმატოთ რაღაცა დიდ ელემენტს, აი აქ ხარამდენადაც და უკვე სხვა სტილისტიკები. აქ შეიძლება რაღაცა გამოწეული უფრო პომპეზური დიახ და რაღაცა ხდება გადასხვაფერება. რა თქმა უნდა, აი ეს ყვითელი ყვავილი ახლა რა თქმა უნდა ყვითელი გვირგვინია და მოუხდა, თუმცა აი ცისფერი და იასამნისფერი გამოყენებული და ყვითელი როგორც დიახ კონტრასტული ფერი ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ესე ჩამაგდეს. ოღონდ რა თქმა უნდა რაოდენობრივად უნდა იყოს გათვალისწინებული. დაახლოებით 1/3 უნდა იყოს კონტრასტი და არამედ რომ არ ქონდეს სიჭრელე. ნორმირება აუცილებელი ამ შემთხვევაში თითქმის მათემატიკურად უნდა გავთვალოთ ფერების გადანაწილება თუნდაც ერთ პატარა კომპოზიციაში როგორც გვირგვინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე იმეც ვიტოვებ რომ შემდეგში უკვე გოგონები თავად გააკეთებენ სტუდიაში გვირგვინებს. იმდენად მონდომებულები არიან და ისეთი კარგი კომპოზიციები აქვს შექმნილი რომ გვირგვინიც არ იქნება პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი დილისთვის, ამ განწყობისთვის და ვფიქრობ ჩვენს მენელს და მაყურებელსაც გავულამაზეთ დილა და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გვირგვინები გააკეთოთ და ბიუჯეტურია, მე მგონი არ არის ეს ძალიან რთული, ხო? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გაილამაზოს ქალბატონს ცხოვრება, რატომაც არა. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩემი სტუმრები იყვნენ ლანდშაფტის დიზაინერი, ფლორისტი ქეთევან ჯანხოთელი შვილებთან, ნატუკა და ელენე მურჯიკნელებთან ერთად და ჩვენ არაჩვეულებრივი მასტერკლასი ჩაგვიტარა ქეთიმ, გაზაფხულის ყვავილების გვირგვინები გააკეთა პირდაპირ ეთერში. მადლობა დროებით, რადიო მედის დილის არხი აქცელებს მაუწყებლობას.